გვაქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო, რომელიც ეხება 90-იან წლებს, რომელიც აღმოაჩინა ნასტასიამ და ინტენსიურად ვრცელდებოდა. არ ვიცი, რამდენად ნოსტალგია აქვს ადამიანებს ამ დროის, მაგრამ იმისათვის, რომ ახალმა თაობამ იცოდეს თუ რა მდგომარეობა იყო 90-იან წლებში თბილისში, მაინც შედარებისთვის რომ გადავავლოთ თვალი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ქრონიკალური კადრებია აქ. ძალიან ბევრმა ადამიანმა დააშიარა დღეს ეს გააზიარა ეს ფოტო, ვიდეო, საკმაოდ გრძელი ვიდეოა, 9 წუთს გრძელდება და კომენტარები იყო პრინციპში უმეტესობა აღნიშნავდა იმას, რომ რამდენი ადამიანი დადის ქუჩაში და როგორი მწვანეა თბილისი და მეორე ნაწილი აღნიშნავდა იმას, რომ პრინციპში ამ მძიმე წლების შემდეგ, რაც გამოვიარეთ, მართალია საქართველოს განვითარების დონე არ არის ისეთი, როგორცაც ვისურვებდით, მაგრამ ესეთი მძიმე გამოცდილების და მძიმე წლების შემდეგ პრინციპში შევძლებთ, რომ ესეთი მთავარი კრიზისიდან ამოვიდეთ, მოკლედ ესეთი ორი მთავარი შეფასება ქონდა ამ ვიდეოს. ორი რიგში ნამდვილი ძალიან საინტერესოა რააც ვიახავს, როგორ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ცხოვრება იმ სახლები, რომლებიც თბება შეში და არა მარტო სახლები, გარეთ არის დანთებული კოცონები და გარეთ აკეთებენ ხალხის საჭმელს. ფიშჭრის ტრადიცია საიდან წამოვიდა. ხო, რომლებიც არიან ჩაბმულები ესეთ სამუშაოებში. იგივე გარემოვაჭრეების კადრებია მოგვიანებით. წარმოუდგენელია. კუპონი ჩანს ერთ-ერთ კადრში, ესე ბღუჯა კუპონები. ძალიან გვაინტერესებს ვისი გადაღებული კადრებია, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ვრცელდება ყოველგვარი მინიშნების გარეშე. ძალიან საინტერესო მემატიანია ფაქტიურად ესეთ დოკუმენტური კადრები. ანუ ავტორის შესახებ პასუხი არ გაუცია. აი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გაქრა, ტროლეიბუსები მაგალითად. ხალხი ქუჩაში რასაკვირველია, მაშინ სერიოზული პრობლემა იყო ტრანსპორტის, ამიტომ ბევრად უფრო მეტი ხალხი მოძრაობდა ფეხით, ფეხმავალი მეტი იყო. მანქანები პრინციპში, აი ძალიან ცოტა მანქანა ჩანს, ძალიან ცოტა. ფაქტია, რომ უფრო სუფთა ქალაქი იყო ალბათ იმ პერიოდში. ჰაერესფრი კი ნამდვილად. კეთილი, იმედი მაქვს, ნოსტალგია შეიძლება ახალგაზრდობის გაგიჩნდათ, მაგრამ ამ პერიოდის არა. ინფრასტრუქტურა ძალიან მოუწყობელია. კეთილი. ჩვენ ახლა ვიდეო დაიჯესტის დრო გვაქვს პირდაპირ ეთერში, მეგობრებო, მოგვიწონეთ, ძალიან რთულია დამახსოვრება ამისი. მოგვიწონეთ Facebook-ში, შემოგვიერთით ტელეფონის მეშვეობით 249 300 და ჩვენ დავბრუნდებით სულ რაღაც 3 წუთში.